შემოსავლების სამსახურმა გამოცემა ბათუმელების ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც მედია ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, რეალური მიზეზი კი სურვილი, რომ ბათუმელებმა საქმიანობა შეწყვიტოს. გამოცემის შეფასებით ეს ასევე არის ზეწოლა მათ დამფუძნებელზე, პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელზე. სულ საუბარია 280,000 ლარის დავალიანებაზე, რომლის დაფარვაც ბათუმელებს გრაფიკით სურდათ, თუმცა შემოსავლების სამსახურისგან უარი მიიღეს. გამოცემა უსამართლო დამოკიდებულებაზე მიანიშნებს და მაგალითად ასახელებს პროსახელისუფლებო ტელეკომპანიების დავალიანებას ბიუჯეტის მიმართ, რომელიც იმედის შემთხვევაში 17 მილიონს, რუსთავიორის შემთხვევაში კი 25 მილიონ ლარს შეადგენს. 1 ივლისს ბათუმელებს შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ვალი აქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო ბათუმელების ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე. ამ ეტაპზე ბათუმელების დავალიანება ბიუჯეტის წინაშე ძირი თანხა არის 47,000 ლარი. თვის დასაწყისში იყო 126,000 ლარი და გადავიხადეთ. ასევე გვერიცხება სხვა თანხაც, საურავი 126,000 ლარი და ჯარიმა 109,000 ლარი. ბათუმელებს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხას მის დასაფარად. ინკასოს მუქარის შემდეგ ბათუმელებმა შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. უარი გვითხრეს. 17 ივლისს კი ბათუმელების ანგარიშებს დაადეს ინკასო. დღეს 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად ინკასო და უახლოეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად. პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედია ორგანიზაციის გასანადგურებლად. ამის მარტივი დადასტურება ერთი მაგალითი. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით ტელეკომპანია იმედის დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი, რუსთავიორს კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი. გამოცემა ბათუმელების ანგარიშებზე ინკასოს დადებას პლატფორმა X-ზე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ტერორი საქართველოში მთავრობამ დამოუკიდებელი მედია საშუალების ბათუმელების ანგარიშები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე გაყინა. ეს აშკარა სასჯელის აქტია. ეს სამართლიანობა არ არის, ეს მიზანმიმართული რეპრესია, წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.